როგორც მოგეხსენებათ, ივლისში გიორგი მიქაუტაძის ლიონმა დიდი ფინანსური პრობლემები მოაგვარა. დაახლოებით 1 თვის მანძილზე კლუბს განაჩენად გამოტანილი ლიგა 2-ში დაქვეითება ჰქონდა, თუმცა გასაჩივრებამ და დროულმა მოქმედებამ საფრანგეთის საფეხბურთო კომიტეტს სასჯელი მოახსნევინა. სწორედ ამის გამო ქართველი ბომბარდირი კლუბში დარჩა. თუ ლიონი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებდა, ჟორჟი და სხვა ლიდერები აუცილებლად სხვა კლუბში გადავიდოდნენ. მიქაუტაძეს ძალიან ბევრი მსურველიც ჰყავდა, თუმცა გიორგი კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძისა და სხვა ლიდერების დარჩენაში თავისი წვლილი PSG-ს პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფესაც მიუძღვის. ხელაიფიმ ლიონს ბრედლი ბარკოლას ტრანსფერის თანხა 45 მილიონი ევრო, რომელიც კიდევ 2 წელი უნდა ეხადა, ერთიანად გადაუხადა. ნასერი ლიონს თავის მხრივ დაეხმარა და დიდ გასაჭირს გადაარჩინა.